მოდით დღეს შევწეროთ გაკვეთილი, რომელიც ძირითადად დაეთმობა ფაილების სწორად შენახვას. ფაილების სწორად შენახვა გულისხმობს იმას, რომ შევინახოთ ისეთ ფორმატში, რომელ ფორმატშიც ყველაზე მეტი წინააღმდეგობაა იმისა, რომ ვირუსმა არ შეაღწიოს. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გადამეყენებია Windows და მომხმარებელს უთქვია. დრაივერები და პროგრამები მე არ დავაყენო და თვითონ დააყენებს, რადგან მას უკვე შენახული აქვს დისკზე ის პროგრამები და ის დრაივერები, რომელი პროგრამებიც მას სჭირდება და რომელი დრაივერებიც მის სისტემაზე კარგად მუშაობს. მაგრამ შემდგომში მას შექმნია პრობლემა ხან დაყენების შემდეგ მისი ნორმალური მუშაობის. ეს პროგრამა იყო თუ დრაივერი იყო. ეს კი გამოწვეული იყო იმიტომ, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდიც ის დისკზე ინახებოდა პროგრამა, დრაივერი, შემოაღწია ინტერნეტიდან ვირუსმა, რომელმაც დააზიანა ის ფაილი. და ამიტომ მას აღარ შეეძლო პირვანდელი ძალით მუშაობა იმ კომპიუტერში. ამიტომ დღეს გადავწყვიტე ვილაპარაკო იმის თაობაზე, თუ როგორ ჯობია შევინახოთ ესა თუ ის ფაილი, ისე რომ ნაკლებად შეღწევადი იყვნენ ვირუსებისაგან. 100% ჩვენ ვერაფერს ვერ დავიცავთ კომპიუტერში, მაგრამ დაახლოებით 70% რომ დაცულები ვიყოთ, ისეთნაირად შევინახოთ ფაილები. ყოველთვის ჯობია ნებისმიერი ფაილი შევინახოთ არქივატურის ფორმატში, რადგან სტრუქტურულად ვირუსისთვის ძნელად მისადგომი არქივატურის ფორმატი. პლუს ამას არქივატორზე ჩვენ შეგვიძლია დავადოთ პაროლი და ეს პაროლიც გარკვეულწილად უშლის ხელს ვირუსს შეაღწიოს ჩვენ ფაილში და დააზიანოს იგი. როგორც ხედავთ, მე ეკრანზე მაქვს თითქმის ყველა სტრუქტურის ფაილი. აქ არის ტექსტური დოკუმენტები ბლოკნოტის ფორმატში, არის Word-ის ფორმატში, არის აუდიო ფაილი, ვიდეო ფაილი, გრაფიკული გამოსახულებების სურათები და პლუს კიდევ არის აქ 4 პროგრამა, 4 საინსტალაციო პაკეტი პროგრამის ეხე ფაილები. ახლა მე თანამიმდევრულად განახებთ, როგორ უნდა შევინახოთ ეს ფაილები. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია გავაკეთოთ საცალკე პაპკები და ჩავყაროთ ერთ პაპკაში ტექსტური დოკუმენტები, მეორეში გრაფიკული გამოსახულებები, მესამეში პროგრამები და ეს 3 პაპკა შევინახოთ არქივატურის ფორმატში. მაგრამ მე რატომღაც ვამჯობინებ სულ არ ვიხმაროთ პაპკა და პირდაპირ როგორც არიან ასე შევინახოთ ერთად. ახლა ნახოთ როგორ ხდება ეს. დავაწყოთ ერთ ადგილას ყველა ის პროგრამა და ის ცალკეული ფაილი, რომლის შენახვა ჩვენ გვინდა. ასე ყველა ერთიანად მოვნიშნოთ და მარჯვენა კლიკით მივცეთ არქივში დამატება. როგორც ხედავთ, გაიხსნა ფანჯარა, არქივატურის ფანჯარა. აქ ჩვენ არქივატორი გვეკითხება, რა სახელს დავარქმევთ. ამ შემთხვევაში ჩვენ დავარქვათ, ჩემ სახელს დავარქვევ. აქ არის არქივატორის სახელით მალხაზი. აი აქ შეგვიძლია დავაყენოთ პაროლი. მივცეთ პაროლის დაყენების კლიკიც. შევიყვანოთ ნებისმიერი პაროლი.
ქვედაველში გავიმეოროთ იგივე და დავეთანხმოთ. ამათი მონიშნა არ არის აუცილებელი. კიდევ დავეთანხმოთ. დაიწყო ჩვენი ფაილების არქივატურის ფორმატში parolis თანდასწრებით შენახვა. აი ეს ჩვენი არქივატორი, რომელიც ამ მომენტში შექმნის პროცესში. როგორც ხედავთ, შეიქმნა არქივატორი. ახლა ვნახოთ, როგორ გაიღება ჩვენი არქივატორი და როგორ გვანახებს ჩვენ ფაილებს. დავაკლიკოთ ორჯერ. გაიხსნა არქივატორის ფორმატი. აქ ერთდროულად ერთმანეთის მიყოლებით შენახულებია ჩვენი ფაილები, როგორც სურათები, ასევე აუდიო ფაილი, ეხე ფაილი, პროგრამები. დავცადოთ ერთ-ერთის გახსნა. დავუშვათ აი ეს ფაილი გავხსნათ. გვეკითხება პაროლს. ჩავწეროთ პაროლი. როგორც ხედავთ, ფაილი დაგვემორჩილა და გაიხსნა. ახლა ვნახოთ ნებისმიერი სხვა სტრუქტურის ფაილი. დავუშვათ ვიდეო ფაილი, აი ეს. აქაც რა თქმა უნდა პაროლს გთხოვს. და გაიხსნა. ახლა ვნახოთ პროგრამა. დავუშვათ აი ეს პროგრამა. პროგრამის საინსტალაციო პაკეტია ეს. ეს ეხე ფაილია საინსტალაციო პაკეტი. მაგრამ არის კიდევ მხოლოდ დასათაურება ამ პროგრამის, რომელიც მხოლოდ ხატულაა. იმასაც გეტყვით, როგორ გავარჩიოთ ხატულა საინსტალაციო ეხე ფაილისგან. თუ კი მივიდანთ მაუსს აი მაგალითად ამ პროგრამასთან და ავწონით პროგრამას და წონა ჩვენ გვიჩვენებს რაღაც მეგაბაიტებს, მაგალითად 12 და 7 მეგაბაიტი, ხო? ეს ყველა ვარიანტი არის ეხე ფაილი, საინსტალაციო ეხე ფაილი პროგრამის. მაგრამ თუ კი მივიდანთ აი ამასთან, ის ჩავდოთ რომ უფრო კარგად გამოჩნდეს, თუ კი მივიდანთ აი ამასთან, გვიჩვენებს რომ ამას საერთოდ წონა არ გააჩნია. იმ ფაილს, რომელსაც წონა არ გააჩნია, ეს არის მხოლოდ პროგრამის სათაური, რაც გამოიყენება მის გამოსაცახებლად. იმ ფაილს, რომელსაც წონა გააჩნია, ეს არის საინსტალაციო ეხე ფაილი. ჩვენ შემთხვევაში თუ შევინახავთ საინსტალაციო ეხე ფაილს, ეს შეინახება და ნებისმიერ დროს გამოგვადგება. თუ შევინახავთ მხოლოდ სათაურს, ზოგი ინახავს აი მაგალითად აქედან იღებს პროგრამას, აი აქედან. აქედან აღებული პროგრამა არ შეინახება და შემდგომში ჩვენ აღარ გამოგვეთხება. აუცილებლად უნდა ავიღოთ პროგრამა, რომელიც არის საინსტალაციო პაკეტი, რომელსაც წონა გააჩნია. ახლა გავაღოთ ჩვენ რომელიღაც ეხე ფაილი, მაგალითად აი ამ პროგრამის საინსტალაციო ეხე ფაილი. დავაკლიკეთ, მოგთხოვა პაროლი. მივეცით პაროლი და დაიწყო ამოარქივება იმ პროგრამის. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ პანჯარაში ეს დიალოგი და დავაყენოთ პროგრამა. ისე რომ პროგრამა სრულყოფილია და გვემორჩილება. რაც შეეხებოდა ფაილების იმედიან შენახვას, მე მგონი რომ ყველაფერი ვთქვით და ყველაფერი ავხსენეთ.
დანარჩენი ვილაპარაკოთ შემდეგ აკვირდით.